Დაახლოებით თემას სტუმართან ერთად განვაგრძობთ ქრონიკის კითხვებს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია უპასუხებს ბატონო ირაკლის აღმოჩნდობის მოგესალმებით. საღამოშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ დავთანხმდით. უპირველეს ყოვლისა დღის მთავარი თემით მინდა დავიწყო. დღეს მთავარი თემა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეყოვნება კუნძულ სამოზე. როგორია თქვენი როგორც მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? მე არ ვაკეთებ არასდროს კომენტარებს მიმდინარე სამართალდაცვის საკითხებზე, მათ შორის მიმდინარე გამოძიებაზე. გასაგებია თქვენი პოზიცია. მაშინ გადავიდეთ უშუალოდ ნატოს თემაზე. ორ დღეში ნატოს უელსის სამიტი გაიხსნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უელსის სამიტზე ნატოს ახალი პაკეტის შეთავაზება კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ალიანსთან. რას მოიცავს ღონისძიებათა პაკეტი? თქვენ იცით, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგარეო პოლიტიკური უწყება ძალიან აქტიურად მუშაობდა ნატოს საერთაშორისო ქვედანაყოფებთან და მისიებთან, რომ რეალურად შეგვექმნა ისეთი ნატო-საქართველოს პაკეტი შემოთავაზება, რომელიც პირველი გააძლიერებდა საქართველოს თავდაცვის უნარიანობას, მეორე იქნებოდა რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი ნატოს გაწევრიანების გზაზე. ორივე მისია ამ ეტაპისთვის შეიძლება პრაქტიკულად ისეთი ოპტიმიზმი თქვა, რომ შესრულებულია. მე ვიცი ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მოლაპარაკებები ბრიუსელში, წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პოზიციები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნატოსკენ კიდევ უფრო გაეღება კარები, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რომელიც წევრ სახელმწიფოებს აქვს და ასევე რაც მნიშვნელოვანია, რაც დაანონსა თავად გენერალურმა მდივანმა ნატოსი, არის ის, რომ საქართველოში შეიქმნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, სადაც მომზადდება ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი სახელმწიფოების და არა მხოლოდ სახელმწიფო წევრების, პარტნიორების სამხედრო მოსამსახურეები და ის საქართველოს შეძენს უფრო დიდ გეოპოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობას. ეს იყო ბატონო ირაკლი, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ოფიციალურად, ასე ვთქვათ, განთავსდებიან ნატოს სამხედროები და ეს იქნება უკვე მომავლისთვის უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველოში ნატოს ჯარები განლაგდნენ. საქართველოში გარდა საწვრთნელი ცენტრისა, რომელიც ვახსენე, შეიქმნება იგეგმება ყოველ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული, ის ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, რომელიც ნატოს ჯარების და შეიარაღებული ძალების შემოსვლას, განთავსებას, სხვადასხვა ოპერაციებში მათი ჩართვისთვის იქნება გამოყენებადი. ეს კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო გახდება მართლაც უკვე განუყოფელი ნაწილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ვაჟკაცი ბიჭების, ჩვენი სამხედროების მრავალწლიანი მუშაობა, თავგანწირვა, მისიებში მონაწილეობა სწორედ დაფასდა ჩვენი ნატოელი კოლეგების მხრიდან. ასე რომ შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით უთხრა ქართულ საზოგადოებას, ყველას და ეს იქნება ყველას გამარჯვება, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოების, რომ საქართველო დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამს ნატოს წევრობისკენ. ახალი პაკეტი ბატონო ირაკლი ხომ არ გულისხმობს ასევე თქვენი ინიციატივის, ასე ვთქვათ, წინ წაწევას რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ? მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სწორედ ის შეთავაზება, რომელიც საქართველოს მხარემ, მათ შორის მეც გავაკეთე ნატოს სხვადასხვა ღონისძიებებზე და ის მუშაობა, რომელიც ჩვენ ვაწარმოეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე სერიოზულობით იქნა აღქმული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან და კონკრეტული ჩანაწერები და დეკლარაციები იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მხარი დაუჭიროს კოლექტიურად, როგორც ორგანიზაციამ, ასევე ინდივიდუალურად წევრებმა ქვეყნებმა საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და მათ შორის კონკრეტულად რაც თქვენ ახსენეთ, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და ანტიმობილური, ანტისატანკო და სხვა თავდაცვითი სისტემების შექმნაში. მე მინდა გითხრათ, რომ ის რაც ხდება ნატოსა და საქართველოს შორის, ის რაც იგეგმება ამ სამიტის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერებს კავკასიას, ჩვენს რეგიონს, საქართველოს და დააბრწმუნეთ, რომ ამას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენი რეგიონის სტაბილურობაზე. თუმცა ბატონო ირაკლი, ოპოზიციის განცხადებით ნატოს სამხედრო საწვრთნელი ბაზების საქართველოში განთავსება კარგია, მაგრამ პოლიტიკურად არაფრის მომცემია ნატოში გაწევრიანების მომდევნო ნაბიჯებისათვის. ეს ოპოზიციის განცხადება, თქვენ რას უპასუხებდით მათ? ოპოზიცია იმის ოპოზიცია, რომ რა თქმა უნდა აკრიტიკოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ოპოზიციური განცხადება და ამას არაფერი არ აქვს საერთო რეალურად იმასთან, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე
მინდოდა და გამეგონა ოპოზიციის მხრიდან, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ნამუშევარია საგარეო პოლიტიკურ უწყებაში, ნამუშევარი არიან ელჩებად, მუშაობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რამხელად მათ აქვთ უნარი შეფასების თუ რა დიდი სამუშაო ჩაატარა საქართველოს მთავრობამ ბოლო თვეების განმავლობაში და ის შედეგი, რომელიც დაიდება, რომელიც სამწუხაროდ რაღაც გარემოებების გამო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ შედგა და ვერ მოხერხდა, დღეს უკვე რეალობად უნდა იქცეს და მე მგონია, რომ ეს მათი გამარჯვებაც უნდა იყოს და ასე უნდა ჩათვალოს. და ბატონო ირაკლი, ბოლოს ძალიან საინტერესო და ვფიქრობ დამაფიქრებელი თემაც ცნობილი ხდება, რომ კრემლის სამხედრო დოქტრინის შეცვლას გეგმავს. რა გავლენას იქონიებს ეს რეგიონზე და კონკრეტულად საქართველოზე? ეს რა თქმა უნდა დამაფიქრებელია, როგორც თქვენ თქვით, მაგრამ რუსეთმა არაერთხელ გადახედა საკუთარ სამხედრო დოქტრინას, განსაკუთრებით 2008 წელს, როდესაც აგრესიული ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენც შევისწავლეთ ის შეცდომები, ხარვეზები, რაც ქართული მხარის მიერ ომის წარმოებისას იქნა დაშვებული, ეს არის გამოსწორების გზაზე უკვე დაყენებული. მე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ საქართველოს გამოიტანა ის გაკვეთილები, რაც ამ ომიდან და ამ წინააღმდეგობიდან, რომელიც ჩვენ გავწიეთ და დასკვნები, რაც გაკეთდა და აქედან გამომდინარე ჩვენც უკეთ ვემზადებით იმ შემთხვევაში თუ ესკალაცია მოხდება თავდაცვისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნატოს გადაწყვეტილებები და ეს სამიტი უფრო დაცულს გახდის საქართველოს და რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეებს და ამ შემთხვევაში სხვა სახელს ვერ დავარქვევთ რუსეთის ფედერაციას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, მინდა თქვა, რომ მუდმივ მზადყოფნაში არის საქართველოს შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, ყველა ფერი უნდა გაკეთდეს დიპლომატიური კუთხით, რომ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი დაპირისპირება და საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებს, მაგრამ თუ კი მივა საქმე დაპირისპირებამდე, ჩვენ მზად ვიქნებით მაქსიმალურად იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია, საკუთარი საზოგადოება დავიცვათ. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ალასანი აპასუხობდა ქრონიკის